მოგესალმებით მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაც გააქტიურდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარია შედის აქტიურ ფაზაში და გუშინ სანაიასთან ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომ არჩევნები უნდა ჩავშალოთო, რაღაცა უნდა საბოტაჟები მოვაწყოთო და მოკლედ ცდილობს, რომ როგორმე არჩევნები ჩაიშალოს, რომ ქვეყანაში რაღაცა ქაოსი და არეულობა რომ გამოიწვიოს. ელენე ხოშტარია გახლავთ მეორე თაობის აგენტი, მამაძაღლი გახლავთ, დიახ, ჯერ კიდევ მამამისი გოგი ხოშტარია 90-იანებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლაში. გოგი ხოშტარია გახლდა ზვიად გამსახურდიას გუნდის წევრი, მაგრამ ზვიად გამსახურდიამ პრეტენზია წაუყენა ხოშტარიას, რომ იგი ჭიდრო კავშირში იყო კაკებესთან და სწორედ აი ამის საფუძველზე და აი ამის გამო გოგი ხოშტარია დაითხოვა ზვიად გამსახურდიამ თავისი გუნდიდან და ამის შემდეგ სავარაუდოდ ისევ კაკებეს დავალებით გოგი ხოშტარიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და ამ ქვეყნის დანგრევაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხოშტარიების ოჯახს დღემდე რუსეთის სახელმწიფოდან ერიცხებათ რუბლები და ამ ამბავს ისეხსნიან, რომ თითქოს სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება ხოშტარიების ოჯახს. სოლიკო ვირსალაძე გახლდათ ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას ბიძა და ამ ამბავს ისეხსნიან, რომ დღემდე იდგმებაო სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიო და შესაბამისად ჰონორარს გვირიცხავენ. ამ ამბავს უნდა კარგად დავაკვირდეთ და ყურადღება მივაქციოთ. მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციამ ყველა იმ მსახიობს, მომღერალს თუ გამოჩენილ ადამიანს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ წავიდნენ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ყველა იმ მსახიობმა თუ მომღერალმა თუ გამოჩენილმა ადამიანმა, ვინც რუსები გააკრიტიკა, ყველა ასეთ ადამიანს შეუჩერეს ყველანაირი ფულადი დახმარება და ყველაფერი გაუყენეს ამ ადამიანებს. მაგრამ რატომღაც ხოშტარიების ოჯახს მიუხედავად იმისა, რომ მამაც და შვილიც გახლავთ ვითომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლები მთელი აი ამ 20 წლის და კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში, მაინც რუსეთის სახელმწიფო აი ესე თავის მტრებს ურიცხავს ამ რუბლებს. მამაშვილი ხოშტარიები რომ მართლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, აი იმ წუთიდან გაუჩერებდნენ აი ამ დახმარებას, რომელიც წუთიდანაც ჭეშმარიტი მებრძოლები იქნებოდნენ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთს არც კანონი შეაშინებდა, არც სინდისი შეაწუხებდა და რა ვიცი, არც არავისი არ შეეშინდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მამაშვილი ხოშტარიები გულწრფელები რო იყვნენ იმ ამბავში, რომ ვითომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო დიდი ხნის წინ შეუჩერებდა ამ ოჯახს დახმარებას და აღარ ჩაურიცხავდა რუბლებს და საერთოდ არანაირი გარემოება არ შეაკავებდა ამას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც კანონის შეეშინდებოდათ, არც საერთაშორისო სამართლის და არც სინდისი არ შეაწუხებდათ. მაგრამ დიახ, სწორედ რუსეთის ინტერესებისთვის იბრძვის მამაც და შვილიც და იმიტომ არის, რომ დღემდე ერიცხებათ რუსეთის ფედერაციიდან რუბლები. ელენე ხოშტარიას უყვარს ძალიან, რომ სხვებს რო ეძახის რუსებს და
ამ დროს თვითონ გახლავთ დიპლომიანი რუსი, რომელმაც დაამთავრა მოსკოვში უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საკმაოდ სპეციფიკური უნივერსიტეტია და საკმაოდ სპეციფიური ფაკულტეტი და სწორედ აი ამ უნივერსიტეტის და ფაკულტეტის განსაკუთრებით კურსდამთავრებულებს აქვთ მჭიდრო კავშირები პირველ რიგში FSB-სთან და მერე სხვადასხვა სპეცსამსახურებთან. ეს არის ელენე ხოშტარია რეალურად და მამამისი გოგი ხოშტარიაც ეს გახლავთ რაც ვილაპარაკე და ეს ჩემი მოგონილი არ არის და ისტორია ინახავს კარგად ფაქტებს. ასე რომ აი იმ ადამიანებს, ვისაც ელენე ხოშტარიას გულწრფელობის გჯერათ, არ ვიცი, კითხეთ ელენეს და თხოვეთ რომ განახოთ დიპლომს ჩახედეთ, სად და როდის რა აქვს დამთავრებული და კიდე ის კითხეთ, სტაჟიორად ხო არ მუშაობდა მოსკოვის ჰელსინკის გრუპაში. ესეც შეეკითხეთ აუცილებლად. ასე რომ ეს არის მისი თქმაც მინდოდა აი ამ ორი თაობის აგენტზე, რომლებიც ორი თაობა, მამა და შვილი არ ზოგავენ ძალღონეს იმისათვის, რომ იბრძოლონ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. როგორც უკვე აღნიშნე, 90-იანებში ელენეს მამამ გოგი ხოშტარიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლაში და ჩამონგრევაში და დღეს მისი ქალიშვილი ელენე ხოშტარია აგრძელებს მამის გზას და კვალს და აქტიურად იბრძვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, რომ ეს ქვეყანა არ გაძლიერდეს და რომ მუდმივად იყოს რაღაცა ქაოსი, არეულობა და დაპირისპირება. და რაც შეეხება იმ რუბლებს, რომელიც ერიცხებათ დღემდე რუსეთიდან, აქ ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ ურიცხავენ ზოგადად სპეცსამსახურები ფულებს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, დიახ, სწორედ მსგავსად ფუთავენ ყოველთვის ან რაღაცა კულტურული აქტივობის საფარქვეში, ან რაღაცა სპორტული ორგანიზაციების, ან ისე რაღაცა ვითომ კულტურული აქტივობების და აი ზუსტად მსგავსი შეფუთვები აქვს ყოველთვის იმ ფულების გავლას და გადარიცხვებს, რომელ ფულებსაც ამათონ ქვეყნებში რიცხავენ სპეცსამსახურები. არასდროს არავის აი ესე FSB პირდაპირ არ ჩაურიცხავს ფულს და არც სხვა სპეცსამსახურები. ასე რომ ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ მამაძაღლებთან დაკავშირებით, რომლებიც გახლავთ მამაშვილი ხოშტარიები, მამა სტაჟიანი აგენტი, ხოლო შვილიც ესე რომ ვთქვათ, არ ჩამოუვარდება მამას და ყველაფერს იზავს იმისათვის, რომ რაც მამამ ვერ დააკლო ამ ქვეყანას, აი თვითონ დაუმატოს ის. ეს არის ის თქმაც მინდოდა აი ამ მამაძაღლებთან დაკავშირებით.